სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა. ეს ეხება 1 კორინთელთა მე-6 თავის მე-7 მუხლს, როდესაც ქრისტიანი უჩივის ქრისტიანს, თუ გახსოვთ ეს, მე წავიკითხავ კიდევაც მაგ ადგილს. და უბრალოდ მე ამან გამახსენა ის, რომ რას აკეთებს და როგორ ცუდად იყენებს ამ ადგილს ქართული ესე ვთქვათ ეს ნაციონალურ პატრიოტული რელიგია. გახსოვთ სინოდი რას აკეთებს ხოლმე, როცა სკანდალი და რაღაცა იმას აქვს. ბოლო სკანდალი გაიხსენეთ ციანიდის ამბავი, ხომ? როგორ უნდათ რომ შიგნით საიდუმლოდ განიხილონ ყველაფერი ეს. და ის ზუსტად ნახეთ, აი აქედან მოაქვთ აქედან ამას იხმარიებენ ზუსტად ამ ადგილს. არ და აქ ხო ამაზე არ არის საუბარი. აქ ლაპარაკია უბრალოდ რა მდგომარეობა იყო იქ და ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ რა მდგომარეობა იყო იქ იმ დროს, სადაც ეს ისმებოდა კორინთოს ეკლესიაში. და ამას რო შენ გადაიტან და დაფარავ პედოფილიას, დაფარავ სოდომიზმს, რომელიც საზოგადოებას ეხება, ასევე არ განიკითხავ იმას, გამოიძიებ იმ საქმეებს, რაც ეხება ფინანსურ გაფლანგვას. რამდენად არის სწორი, ხო, რომ ჩაკეტილი ორგანიზაცია და მაფია ხდები და კათოლიკური ეკლესია გახსოვთ რას დაემსგავსა, სანამდე არ დაანგრიეს და არ შეუვარდნენ იქ. და ეხლაც გამოდის ეს, იცით ხო, ეს ამბები კათოლიკური ეკლესიის უმსგავსობები, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში და მილიარდობით დოლარი არის კომპენსაცია, მილიარდობით დოლარი. და როგორ შეიძლება ახლა ესე თქვა ღმერთმა, რომ ანგარიში არ უნდა ჩააბაროს ამ ორგანიზაციამ, სადაც იმყოფება საზოგადოებაში? აი ესე ცუდი ინტერპრეტაციას აკეთებენ. მოდით მოусვინოთ ჯერი სვავს ამ კითხვას. ჯერი. გამარჯობათ, მე მქვია ჯერი რობინსი და მაქვს შეკითხვა 1 კორინთელთა მე-6 თავის მე-7 მუხლის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ ჩვენ ერთმანეთს სასამართლოში არ უნდა უჩივლოთ. წავიკითხავ მე ამ მონაკოს თლიანად. როგორ ბედავს ვინმე თქვენგანი მეორესთან რომ აქვს დავა, უმართლოთაგან განეკითხოს და არაწმინდანთაგან. ნუ თუ არ იცით რომ წმინდანები განეკითხავენ წუთისოფელს, ხოლო თუ თქვენგან განეკითხება წუთისოფელი განა მცირე საქმეთა განკითხვის ღირსნი არა ხართ, ნუ თუ არ იცით რომ ანგელოზებს განვიკითხავთ, მით უმეტეს ყოფით საქმეებს, თქვენ კი როცა ყოფით საქმეები გაქვთ, თქვენს გამკითხველებთან მათ აყენებთ, ვინც არაფრად არის მიჩნეული ეკლესიაში. თქვენ და სამარცხინოთ ვამბობ ამას. ნუ თუ თქვენში ერთი ბრძენიც არ მოიპოვება, რომ თავისი ძმებს შორის დავის განსჯა შეეძლოს, მაგრამ ძმა-ძმას ედავება და თანაც ურწმუნოთა წინაშე. ისიც მეტად დამამცირებელია თქვენთვის, რომ ერთმანეთს ედავებით. რატომ არ არჩევთ უმართლობის ატანას? რატომ არ არჩევთ დაზარალებლად დარჩენას? მაგრამ თქვენ თვითონ ექცევით უსამართლოდ და ართმევთ თანაც თქვენ ძმებს. ეს არის ის ადგილი 1 კორინთელ წერილიდან. და მე მინდა ვიცოდე, აქ ლაპარაკია ორივე მხარე რომ ქრისტიანია და მათ მიერ ეს ჩადენილი საქციელი, ეს პროდუქტი, რომ დეფექტურია და მათ არ სურთ ამ შეცდომის გამოსწორება, ამაზეა საუბარი ჯონ? და ჯონ მაკარტური პასუხობს, დიახ, მე ფიქრობ, ეს არის ზუსტად ის, რაც ეხება, რომ თქვენ არ უნდა წაიყვანოთ და არ უნდა უჩივლოთ თქვენ ძმას სასამართლოში. და სულ ეს არის. დიახ, სულ ეს. და ძმა ქრისტიანია. ხომ სწორია? დიახ, ორივე ძმა ქრისტიანები არიან, ამაზეა საუბარი. და ჯონ მაკარტური აგზელეს. მე ფიქრობ, რომ აქ ნათქვამია, რომ ჩვენ არ უნდა მივმართოთ ღვთის ოჯახში არსებულ რაღაცა დავაზე მიწიერ ხელისუფლებას. რაც ხდებოდა ხოლმე იქ წარმართულ სამყაროში, წარმართული სასამართლოების წინაშე. მიქონდათ მათ ეს დავა. სხვა სიტყვებით, ნუ მისცემთ სოფლიოს იმის უფლებას, რომ განსაჯოს ეკლესიაში მიმდინარე მოვლენები. ნუ თუ არ იცით, რომ თქვენ ერთხელ ანგელოზებსაც განსჯითო, ხომ? და რატომ უნდა მისცეთ სამყაროს თქვენი განსჯის უფლებაო, ამას ამბობს პავლე. ასე რომ, თუ ქრისტიანებს უთანხმოება გაქვთ, ეს დავა მათ შორის უნდა გადაწყდეს ისე, რომ სოფლიომ განაჩენი არ გამოგვიტანოს. და იმ დღეებში უნდა იცოდეთ, რომ იყვნენ ძალიან ესეთი მოდავე ადამიანები და ეს ჯგუფი იყო ძალიან მოდავე, ვისაც პავლე მიმართავს. მათ ყველა სურდა სხვისთვის ეჩივლა. ეს ერთგვარი რაღაცა სპორტული, იმად რაღაცა აზარტულ იმად გადაიქცა მორწმუნეებისათვის. და ძალიან ადვილი იყო ამაში ჩართვა.
და ყველა რაღაც საკუთარ უფლებებს ებრძოდა. და პავლე ამბობს, უკეთესია, რომ თქვენ გამტყუნდეთ და თქვენ დამნაშავედ იყოთ. ვიდრე წახვიდეთ და ძმას უჩივლოთო. რადგან ამ დროს თქვენ ამ საქციელით უფლის ავტორიტეტს, მის იმიჯს თქვენ აკნინებთ და ამცირებთო. გასაგებია? დიახ, მადლობთ, გასაგებია.